4 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მორიგის ხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს ორი ძირითადი საკითხი. მარნეული ტივის 2014 წლის 22 ივლისის ნომერ 38 წერილი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობის დამტკიცება. ხდომას ესწრებოდა საკრებულოს წევრთა უმრავლესობა, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მუნიციპალიტეტის გამგებელი. შეკრებამ 7 ვითარებაში ჩაიარა. Сегодня была у нас сессия. Был вопрос. Повестка дня была 2 вопроса. Один вопрос был за счет Марновского вашего телевидения, между прочим. И второй вопрос был, вы знаете, что у нас есть 5 комиссия, Сагрублова 5 комиссия. Сегодня утвердили член комиссия, на 5 комиссиях, все утверждено. И было предложение от национала и от национала, чтобы один еще Сагрублов Мадгида еще добавили. Один. Но это вопрос мы ставили на голосование, чтобы этот вопрос обсуждать или не обсуждать. Но все были против, и этот вопрос отложился на следующую сессию. Спасибо. თვითმმართველობის კოდექსის 24 მუხლი ითვალისწინებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთარ უფლებამოსილებაში უწერია, რომ უნდა განსაზღვროს არა მარტო კომისიის თავმჯდომარეების არჩევა, ეს თქვენ იცით რომ ჩატარდა ფარული კენჭისყრით, არამედ მისი პერსონალური შემადგენლობა და დაამტკიცოს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე განხილული იქნა ეს საკითხი. 5 მუდმივი მოქმედი კომისია, როგორც იცით უკვე თქვენ, და მათი პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება მოხდა. საკრებულოს სივრცის ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია, კომისიის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით არჩეული იყო ირაკლი ბურნაძე, დღეს დამტკიცდა მისი შემადგენლობა, ესენი არიან ლერი მუმლაძე, ზურაბ ჭონიაშვილი, გიორგი სისვაძე, ჯოჟგუნ ზეილანალოვი, ამირან გიორგაძე და რაგი მასკეროვი. აქვე მინდა გითხრათ, რომ კომისიაში ყველა ფრაქციას აქვს თავისი კვოტა და იქიდან გამომდინარე ყველა ფრაქცია თავის წარმომადგენელი შეყავს და საკრებულოს წევრებს ასევე ეს კოდექსი ავალდებულებს, რომ იყოს ერთი მაინც და არა უმეტეს 2 კომისიის წევრობის, ასე რომ დაცული აბსოლუტურად ყველა ეს მოთხოვნა. მეორე კომისია ეს არის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია. კომისიის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით არჩეული იქნა ვალი ისმაილოვის წინასხდომაზე. დღეს მის შემადგენლობა ასია: რამის გულმამედოვი, ვანო ბურნაძე, ლევონ აკოპიანი, აიდა ხაჩიკიანი, გივი ქველაძე და მაილ მიქიევი. სოციალურ საკითხთა კომისიაში არის რაფიკ მუსაევი, თავმჯდომარე, წევრები არიან ლერი მუმლაძე, მაილ მიქიევი, ბესი გუჯეჯიანი, გიორგი სისვაძე, ზურა ჭონიაშვილი, ისმაილ ბაირამოვი, რაფიკ ჯაფაროვი და ამირან გიორგაძე. ყველაზე მოცულობითია 9 წევრისგან შედგება სოციალურ საკითხთა კომისია. იგი ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ არის თავმჯდომარეა აბიდ ოსმანოვი, წევრებად გიორგი შუკაკიძე, ბესი გუჯეჯიანი, ისმაილ ბაირამოვი, მამედ მამედოვი, ნიკოლოზ გოგოჭური, არსენ ახვერდიანი, ელხან მუფტიევი და სულეიმან ხალილოვი. და საფინანსო საბიუჯეტო კომისია თავმჯდომარეა კოტე ბოჭოიძე, წევრები არიან გიორგი შუკაკიძე, არსენ ახვერდიანი, მამედ მამედოვი, ქამილ ალიევი, სულეიმან ხალილოვი. მიმდინარე კვირაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ჩამოვიდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ჟურნალისტები 4 დღეა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სტუმრობენ და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფას ცხოვრებას ეცნობიან. ეს მოგახსენებათ აზერბაიჯანიდან ჩამოსულები იყვნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, ეს არის ნაწილი პროექტისა. მანამდე საქართველოდან იყვნენ ქართველი ჟურნალისტები ჩასული აზერბაიჯანში, რათა გაცნობოდნენ აზერბაიჯანს, ახლა პირიქით აზერბაიჯანელები ჩამოვიდნენ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია, იმიტომ რომ ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, დაათვალიერებენ საქართველოს, ასევე გაეცნობიან იმას, თუ როგორ ცხოვრობენ აზერბაიჯანელები საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე ვფიქრობ და კარგია, რომ ასეთი შეხვედრები უფრო ინტენსიური იყოს და უფრო ხშირი ხასიათი ჰქონდეს ამას.
ეს თვითონ დავთავდა შეხვედრა აზერბაიჯანელ ახალგაზრდა ჟურნალისტებთან, იყო ძალიან საინტერესო კითხვები და ყველაზე რაც მეტად მომეწონა ეს იყო რომ მარნეული დავამეგობროთ რომელიმე აზერბაიჯანის ქალაქთან, სადაც მივიღეთ ერთხმად გადაწყვეტილება რომ ამას აუცილებლად დავგეგმავთ და გავნახორციელებთ. შესანიშნავი კითხვები იყო, უპასუხეთ ჩვენ იმ საკითხებზე რომელიც მათ აინტერესებდათ და მომავალში ვფიქრობ რომ ასეთი ურთიერთობები გაგრძელდება და მოხარული ვიქნები თუ ხშირად გვესტუმრებიან. ჩვენთან ჩამოვიდნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები. ჩვენ ორგანიზაციას ახალგაზრდა აზერბაიჯანელთა კავშირს დაუკავშირდნენ და დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებაში მათ ჩვენ დავეხმარეთ. ასეთი ტიპის შეხვედრები მართლაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ემსახურება აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის, აგრეთვე ორი მხარის მედიის დაახლოებას. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიმყოფებით მარნეულში ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრები გქონდა. ამ ხნის მანძილზე გქონდა გასვლები მარნეულის სოფლებშიც, მათ შორის სოფელ მუღალოში, სადაც სკოლა მოვინახულეთ. აქ სწავლა როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ენაზეა. საერთოდ ჯამში ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ქართველი, ისე აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის. Daha da derinleşmesi aynı zamanda 4 აგვისტოს მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაიმართა ტრენინგი ევროატლანტიკური ინსტიტუტების და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების შესახებ. ტრენინგი ჩაატარა საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ. აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირის ნატოს ინსტიტუტებსა და ინსტრუმენტებზე, საქართველოს ევროკავშირის ნატოს რუსეთის ურთიერთობებზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკაზე, ევროატლანტიკურ ღირებულებებსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე საქართველოში. ღონისძიების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ მასწავლებლები, ადგილობრივი ორგანიზაციები, მუნიციპალიტეტების ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, რელიგიური ჯგუფები და ექიმები. აღნიშნული აქტივობა ჩატარდა პროექტ რატომ ევროპა ეთნიკური უმცირესობები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ხელშეწყობით, ევრონული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია. Მნიშვნელოვანია, რომ ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ იყოს რაღაც რაც ხდება უბრალოდ სამთავრობო კაბინეტებში და ეს იყოს ძალიან გააზრებული და კარგად გაგებული ნების ყველა საქართველოს მოქალაქის მიერ ყველა რეგიონში. სწორედ ამას ემსახურება ეს შეხვედრა, რაც კითხვა არსებობს ამაზე გაიცეს პასუხი. მით უმეტეს დღეს ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ასოცირების ხელშეკრულების, ველოდებით ნატოს სამიტს და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი დავაკმაყოფილოთ. შეკითხვები იყო ძალიან ბუნებრივი ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ ამოწურებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რასაც გვაძლევს ეს ევროკავშირში ინტეგრაცია და იყო საკმაოდ აქტიური და საინტერესო შეხვედრა. საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის ნება გამოცდილია უკვე ძალიან ბევრი წლის და ძალიან ბევრი მოვლენის მიერ. მაშინაც კი რომ ისიც იყო ომი და ძალიან კრიტიკული მომენტი ჩვენ ასე ვთქვათ ისტორიაში 2008 წელს და ბევრს ეგონა რომ იქნებოდა გარკვეულად დაეცემოდა მხარდაჭერა, მაშინაც კი ეს მხარდაჭერა არ დაცემულა. ამიტომ ეს არის ისტორიული არჩევანი, რომელიც გაკეთებული აქვს საზოგადოებას და რა თქმა უნდა ამის ცვლილება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. მეორეა, რომ მუდმივად უნდა მიაწოდო ინფორმაცია, იმიტომ რომ სულ ახალი ძალიან დინამიურია ეს პროცესი და სულ ახალი ეტაპი. ზოგადად ევროკავშირი და ევროკავშირში საქართველოს შესვლა ძალიან საინტერესო თემაა საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ქართველებისთვის, ისე აზერბაიჯანელებისთვის. თვითონ დღის გეგმა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, რა თქმა უნდა მეც მაინტერესებდა. პირადად მე შეკითხვა არ მქონია, რადგან ყველა დაინტერესებულია ამ სფეროთი და ყველა საინტერესებს. უნდა ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით უფრო მეტი ხალხი უნდა ყოფილიყო, რადგან ძალიან საინტერესო თემაა მოქალაქეებისთვის, საქართველოს მომავალი ბედი ყველას გვაინტერესებს.